კავკასიის არწივი 25 წელი ებრძოდა რუსეთის იმპერიას. მეტისმეტად სძულდა შამილს რუსობა, ისე არ ახსენებდა მათ სახელს, რომ არ დაეყოლებინა დონღუზი ღორი. უპირო და გაუტანელიაო, ამბობდა შამილი, კაცი ვერ ენდობა მაგათაო. მოგატყუებს, გიღალატებს და პირში ჩალაგამოვლებულს დაგტოიებსო. ამისთვის აუტეხა რუსებს ბრძოლა სასტიკი და ულმობელი. რუსებთან ერთად იბრძოდნენ ქართველი ცხენოსნები და ქვეითები, რომლებიც საოცარ გმირობასა და ვაჟკაცობას იჩენდნენ შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში და თვით შამილს უთქვამს არაერთხელ თურმე, რუსები რომ მოსვსგვავლებენ მთიულებს, ეს მესმის და მეყურება. ვინაიდან ზღაპრულ მგელსავით ხახაში ძვალსავით გავეჩხირეთო, მაგრამ ამ ქართველებს რა უნდათ ჩემგან, რად ეხმარებიან რუსებს ასე ერთგულად და რად უჩვენებენ ასე გაბედულად და ოსტატურად მთის გზაკვალსო. განა ჩემისა და დაღესტნის წახდენით მაგათ რა შეემატებათ, ან თუ ჰგონიათ დაღესტანის გაქრობა აღადგენს მათ პოლიტიკურ არსებობასო. ისე ჩავიდა საფლავს იმამი, რომ ვერ შეიტყო მიზეზი ამ გულსაკლავს საიდუმლოსი და ვერც გაიგებდა, ძლიერაც რომ სცდილიყო მის გაგებას. იმამი შამილი გენერალი პოპტო თავის ნაშრომში ჩეჩნეთი ასე აღწერს ჩეჩენთა ბრძოლას, უბედურება იყო, თუ კი დასუსტდებოდა ან გაირღვეოდა ჯაჭვი, მაშინ ასობით ხმალი და ხანჯალი წამიერად აღიმართებოდა მის წინ და ჩეჩნები კიჟინით ხდებოდნენ კოლონის შუაგულში. იწყებოდა საშინელი ჟლეტა, იმიტომ რომ ჩეჩნები მოქნილნი და შეუბრალებელნი არიან, როგორც ვეფხვი. სისხლი ათრობდა მათ, უბინდავდა განსჯას, მათი თვალები ინთებოდა ფოსფორის ელვარებით, მოძრაობა უხდებოდათ კიდევ უფრო მსუბუქი და სწრაფი, ხორხიდან ამოფრინდებოდა ბგერები, ვეფხის ღრენას მოგაგონებდა, ვიდრე ადამიანის ხმას. 1827 წელს კავკასიის ომში დაღუპულია, ბესტუჟევის სიტყვები, ყოველ კავკასიელში მართლაც არის რაღაც ნგრევის ინსტინქტის მსგავსი, ვინაიდან მათ უფრო მეტად მტერი ესაჭიროებათ ხოლმე, ვიდრე მეგობარი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც ჩვენ მივსულვართ კავკასიელებთან კეთილი გულით, ვჩვავდით მათ სოფლებს, ვანადგურებდით ყველაფერს. და ასე ვიმორჩილებდით მთელ კავკასიას. საუკუნის კავკასიის ომი დასრულდა. ითვლება, რომ ეს ომი ყველაზე უფრო ხანგრძლივია რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს შორის. რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგებმა ბრძოლის ველზე შეადგინეს 96,275 ადამიანი, მათ შორის 4050 ოფიცერი და 13 გენერალი. 1817-1859 შამილის ომი 1994-2006 რუსულ-ჩეჩნური ომი